ჩავჯექით მანქანაში. ეხლა განახ პროგრამა დავწერთ მანქანა და როგორ უნდა გავატაროთ საერთოდ და როგორ ცრავოთ, როგორ იქოქება ყველაფერს განახებთ. მოკლედ პირველ რიგში ეხლა ნახეთ ჩამქრალი მაქვს. ტორმოს მაინც ვაწვევი რომ იქნება არ დაგორდეს მეთქი რა. ცეპლინის ვაწვევით. ესე გადაგვაქვს რომ აქ რაღაცები აგვითოს. ეს დავქოქეთ ეხლა. და რაღაცას ვაკეთებ. უყარ მოდავზოდნოთ ხო რა თქმა უნდა მოდავზოდნოთ რომ არ შევასწრეთ. მოკლედ ტორმოს ფეხი აუშვი რა. მაშინ მე გიყვარს გქონდეს გადავხდოთ ახლა ძალში ეს რაღაც გავაკეთოთ აუშვებთ ტორმოს ფეხი ესე ავიღოთ რული უკან საკეებში რა თქმა უნდა გავიხედოთ ისე არ გამოვა ეხლა ნახეთ რას ვაკეთებთ მოკლედ ეს დავიკიდეთ ჩამიქრა არა უშავს cut ეხლა რახან დავწერით უკან პილს ჩავაკდებთ ტორმოს ფეხს აუშვებთ მერე ცეპლინის ნელ-ნელა აუშვებთ ფეხს, მაშინ ავიღებთ რულს, ცოტა გასს მივახმარ და წავედით რა. ეხლა წავედით. ცოტა ჩქარა მომევიდა თაცურა და ცოტა არასწორად დავძარი, იმიტომ რომ ჩაგვიქრა, მაგრამ არ აუშავს. ყოველთვის ესე მომდის ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა დავუმღო ყველაფერი შეგვიძლია. შეიძლება უიჯაგჯაგოთ როგორც ვახსენე. იმიტომ რომ ამორტიზატორები გვაქვს შესრული. უჯაგჯაგებთ, მაგრამ არა უშავს საჭე მომწონს. კარგი საჭე არის, ეს ორიგინალი მომოს საჭე მაქვს დაყენებული. აი ეს ორიგინალი მომოს საჭე არის, რომელიც წლების წინ მამაც ჩემს აჩუქეს, აი ძალიან დიდი ხნის წინ მამაც ჩემს აჩუქეს. და დავაყენეთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ უხდება, იმიტომ რომ მინიკუპერირდება თან პატარა საჭე არის, ეს Honda Civic-ზე ეყენა. ეხლა ვატაროთ რაღაცნაირად გრუბი არის რა. და რაღაცები შესრულილი აქვს, მაგრამ ყველაფერი შეცვლილი სიდენიმი გვაქვს შესრულილი, როგორც ვახსენე, შესრულილი გვაქვს უკან პლასმასი გვაქვს დასაყენებელი, რაღაცეები ძალიან მაგარ ხოძე მოვიყვანთ ამ მანქანაზე, ეს იქნება ჩვენი და ჩემი საპროექტო მანქანა, რომელიც და ეს არის ერთა ნელა გადავიდეთ აქ, იმიტომ რომ ამ ცოტა თული შემთხვევა მქონდა. შავ მანქანაზე და იქაც თული შემთხვევა მქონდა, ამიტომ შეშლამზე უნდა ვისწავლოთ მეგობრებო. ხო და ძალიან მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ ამ მანქანას, ესაა ჩვენი საპროექტო მანქანა და მე უკვე შევადარებთ ალბათ 1 წელი გამჭირდება, იმიტომ რომ ამას მოგეხსენებათ ჩემი და ჩემის მიგრანტის ფულით ვაკეთებთ, ამ ყველაფერს მამაც ჩემი რა თქმა უნდა გვეხმარება, მაგრამ აუცილებლად ეს მანქანა დასრულდება, ძალიან მაგარი მანქანა გამოვა და აუცილებლად უნდა მომყვეთ რა, ეს ძროხის მაიღო, არა უშავს აუცილებლად უნდა მომკვეთ და ძალიან მაგარი სერიები გამოვა დამიჯერეთ, აი ძალიან მაგარი. ეს გასტარებლად ძალიან კარგი მანქანა არის, საჭე მომწონს. და ეხლა ნახეთ რა გავაკეთოთ. ჩავაგდოთ პირველში. და წავიდეთ. იმიტომ რომ მოსახვევი მიწევს ეხლა რომ გრუპი დავარტყათ და ახალ მოსახვევი მიწევს უნდა შევანელოთ რა. ძალიან შვიდად ვარ, იმიტომ რომ მანამდე რამდენიმე წრე გავატარეთ მე და ჩემმა ოპერატორმა და მომეწონა. ეს კარგად გადავლახეთ. ეხლა ზევით დასრულები ვართ. და ეს იქნება ჩვენი ვიდეო რა. მაგრამ ძალიან მაგარი პროექტი გამოვა, აი ეგრე მგონია, ძალიან მაგარი. და ბოლომდე მომყევით. და ისიამოვნე ჩემი ვიდეოებით და შევეცდები ხოლმე რომ თვეში 1-2 ვიდეო დავდო ხოლმე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ თან ვსწავლობ თან რაღაცა. მოკლედ ეს მანქანა ძალიან კარგი მანქანა არის, 2 წლიანია, როგორც ვახსენე. კარგ ფასადს ვიყიდეთ. ცოტა წვიმას იწევს, მაგრამ არა უშავს, წვიმა არ გვაშინებს. ეხლა წავიდეთ, მივაყენოთ ნელ-ნელა. ეხლა ცეპლინს დავაწექი რომ ცოტა ტორმოს ვაპარებ ეხლა რომ დიდად არ შევეჭახოთ. აჰა, ეს. ეხლა ხერხს ვაკეთებ, რომელიცაც ყველაფერი გავაჩერეთ. პირველ რიგში ვაგდებთ სიჩქარიდან რომ ნეიტრალში იყოს. მერე რუჩხა ვისწევთ. კარგად.
მე ტორმოს უშვებთ ფეხს ცეპლენიასაც. შო, ესა. მე ხან ჩავაკროთ მანქანა და გამოვიღოთ გასაღები, ჩვეულებრივად. მოკლედ ეს იყო დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო ლაიქეთ, გამომიწევეთ და აუცილებლად მომყევით ამ პროექტის ვიდეოებში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი პროექტი გამოვა. და აბა მაგრად.